ეთერში ახალი სამზე სტუდიაში თინა ბეგიაშვილი მუშაობს. გამარჯობა. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში თომას ჰამერბერგმა სასტუმრო რედისონში პრესკონფერენცია გამართა. ჰამერბერგმა იმ 4 თვიან მისიაზე ისაუბრა, რომელთაც ის თბილისში იმყოფება. მისი განმარტებით იგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სასამართლო რეფორმისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით შეისწავლის. პირდაპირ ეთერში დეტალებით გვერდება ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუა. ნოდარ გისმენთ. თინა თომას ჰამერბერგმა სპეციალური განცხადება სწორედ იმ მისიასთან დაკავშირებით გამართა, რომელ მისიასაც ახლა იგი უკვე წარმოადგენს და იგი არის კეთრინ ეშტონის სპეციალური წარმომადგენელი, ანუ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში და მისი მთავარი ფუნქცია შეისწავლოს გარდამავალ პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, როგორც დემოკრატიული რეფორმის მიმართულებით, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. დღეს ძირითადი ყურადღება ჰამერბერგმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაამახვილა საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო და ახლა უკვე პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. და სადაც საკმაოდ ბევრ ცვლილებაზეა საუბარი სასამართლოს მიმართულებით, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი არის სწორედ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი, რომელიც განსაზღვრავს ძირითადად სასამართლოს მუშაობის წესს. როგორც ჰამერბერგმა აღნიშნა, საერთო სასამართლოების შესახებ კანონი არ იწინააღმდეგება ვენეციის კომისიის მიერ რეკომენდაციებს, რომელიც განხილვაზე მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე იყო გასული. იგი აბსოლუტურად შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და იგი მაქსიმალურად უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას და საზოგადოების ნდობას თავად სასამართლოების მიმართ. სასამართლოებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ეწინააღმდეგება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის წესი ბევრად უფრო დემოკრატიულია და მოსამართლეთა კორპუსს მეტი ძალაუფლება ენიჭება, ვიდრე აქამდე ჰქონდა. გაუმჯობესებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის წესიც და მნიშვნელოვანია, რომ არამოსამართლე წევრები იქნებიან არა პოლიტიკოსები, არამედ იურისტები და სასამართლო სპეციალისტები. დღეს თომას ჰამერბერგმა ასევე ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებითაც, როგორც მან აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ დიდი დისკუსია მიდის ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა შეიქმნას თუ არა რაიმე სახის სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლის თავად აგვისტოს ომის მიმდინარეობებს და მოვლენებს და ასევე ამ ფაქტების და გარემოებებს, როგორც ჰამერბერგმა აღნიშნა, საკმაოდ ბევრმა კომისიამ იმუშავა ამ საკითხთან დაკავშირებით წლების განმავლობაში, ასევე მუშაობდნენ ჰააგის სასამართლო, ასევე სტრასბურგის სასამართლოები და იყო დამოუკიდებელი კომისია აიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, როგორც ჰამერბერგმა აღნიშნა, თავად პროკურატურაში უწყების მსგავსი კომისიის შექმნა საკმაოდ აუცილებელია, ვინაიდან ყველა ის სტრუქტურა, რომელიც აქამდე სწავლობდა აგვისტოს მოვლენებს, იყო მხოლოდ და მხოლოდ მიმართული ადამიანის უფლებებზე და იგი მხოლოდ სწავლობდა ადამიანის უფლებებს, მათი შესწავლის საგანი არ ყოფილა ომის დაწყების საკითხი. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შეცდომები ორივე მხარემ დაუშვა და კარგია თუ კი ამის შესწავლა მოხდება. როგორც სტრასბურგის, ასევე ჰააგის სასამართლოებში არაერთი სარჩელია, რომელიც ეხება ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევას. თუმცა ომის დაწყებასთან დაკავშირებით, როგორ დაიწყო ომი და ვინ დაიწყო ომი, ეს არ ყოფილა შესწავლის საგანი. მე რაც ვიცი, არის გეგმების შესწავლასთან დაკავშირებით პროკურატურაში და ეს პოზიტიური მოვლენაა, რაც შეეხება პრეზიდენტის მიწვევას. კარგი იქნება თუ ამ საკითხში ჩართული პირები იქნებიან მიწვეულები და გადამოწმებული იქნება ყველა დეტალი. დღეს თომას ჰამერბერგმა პრესკონფერენციის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ იგი ამ მისიის ხელმძღვანელობაზე დათანხმდა მხოლოდ ერთი პირობით. თუ კი მის მიერ მიღებული დათქმა, მის მიერ შესწავლილი ფაქტები იქნებოდა მხოლოდ ობიექტური, მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით და ნდობა იქნებოდა ამ ანგარიშის მიმართ, რომელსაც თავად მოამზადებს როგორც პოლიტიკური სპექტრის, როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. როგორც ჩანს და როგორც თვითონ აღნიშნა, ეს პირობა, ასე ვთქვათ, ევროკავშირის ხელმძღვანელობისგან, ლიდერებისგან თომას ჰამერბერგმა მიიღო. ჰამერბერგმა ასევე ყურადღება გაამახვილა მისიის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, როგორც მან აღნიშნა, იგი 4 თვის განმავლობაში დააკვირდება მოვლენებს. დღეს ასევე მან მოწოდებაც გაავრცელა ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციის მისამართით და როგორც მან აღნიშნა, ყველა საკითხთან დაკავშირებით, თუ კი ეს დაჭირდება პრეზიდენტს, პრემიერს ან ოპოზიციის ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს, იგი მზად არის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მისი კომპეტენციის ფარგლებში მან რეკომენდაციები გასცეს. დღეს ჰამერბერგმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მისია ახლახან დაიწყო, იგი ფაქტებთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ ზედაპირულად ფლობს ინფორმაციას, თუმცა მომდევნო თვეების განმავლობაში იგი შეისწავლის, რაც შეეხება მისი დასკვნა, მომზადდება სწორედ სექტემბრის ბოლოსთვის, უკვე მზად იქნება სექტემბრის ბოლოსთვის და იგი სექტემბრის ბოლოსთვის და წინ უძღვის, ასევე მისი დასკვნა წინ უძღვის ვილნიუსის სამიტს, რომელიც ჩატარდება ლიტვაში.
პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩვა გვერდებოდა. მადლობა ნოდარ. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით დედაენის ბაღში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. დეტალებით პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი გვანცა პაპავაძე გვერდება. გვანცა გისმენთ. სულ რამდენიმე წუთის წინ დედაენის ძეგლთან მობრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. მან სიმბოლურად ძეგლთან სანთლები დაანთო და იქ შეკრებილი მოსახლეობა დაალოცა. დღესვე დღევანდელ დღესთან დაკავშირებით დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თაოსნობით მოეწყო ღონისძიება. მაშინ მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ახლახანს დაბრუნებულმა ემიგრანტებმა. ასევე დღეს საგანგებო სტატუსით აიყვნენ დღევანდელი ღონისძიებისთვის მოწვეულები, შეწყუწული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. ასევე ცოტა ხნის წინ მოვიდნენ აქ დემოგრაფიული განვითარების ფონდის დამფუძნებლები მანანა კობახიძე და დიმიტრი ხუნდაძე. ჩუღურეთის რაიონული ორგანიზმა განათლების და კულტურის თემად ერებოდით ჩვენს ენას. ყველაფერი იწყება დედაენით, ყველაფერი იწყება სწორედ მამულით, ენით, სარწმუნოებით და ენა როგორც ვთქვათ, ჩვენი არ ვიცი, ერთიანობის სიმბოლო, ჩვენი საფუძველი, ჩვენი ძირი იმსახურებს იმას, რომ იყოს სათანადოდ დაცული, სათანადო სიმაღლეზე. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჩვენი თანამემამულეებისთვის, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის. ზუსტად ქართული ენის შენარჩუნებით, ქართული ენის სწავლით, დედაენის სწავლით, რაც საფუძველი არის მათი ქართული აზროვნების, უნდა მოხდეს მათი დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში. დედაენის ძეგლი დირიდან ყვავილებით შეამკეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი ძირითადი ნაწილი აქ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ერთად მოვიდნენ. მათივე თქმით, ეს იმიტომ, რომ დღევანდელი დღე სწორედ ახალგაზრდული დღესასწაულია. მთელი სამყარო დიდმა საზოგადო მოღვაწემ აია ამ განს ჩვენი მორალური ვალია, რომ იმდროინდელი ახალგაზრდების ესეთი სულისკვეთება დავტოვოთ ძალაში და ყოველწლიურად აღნიშნოთ და გავიხსენოთ, რომ ქართული ენა არის საქართველოში მშობლიური ენა, სახელმწიფო ენა და ჩვენ ყოველთვის უნდა შევახსენოთ ეს ყველას მთელ მსოფლიოს და ჩვენ უნდა აღნიშნოთ, რომ გვაქვს უძველესი და ულამაზესი ენა ამ ქვეყანაში. 35 წლის წინ მომხდარი მოვლენები ძალიან კარგად უჩვენებს თუ რა ურთიერთობები ჰქონდა ჩვენ ამ ქვეყანასთან საუკუნეების განმავლობაში, წლების განმავლობაში და განსაკუთრებით კარგი შემახსენებელი არის ეს დღე იმ ადამიანებისთვის, ვისაც გარკვეული ილუზიები გააჩნია იმის შესახებ არის თუ არა რუსეთის საქართველოს მეგობარი. ჩვენ დღეს ოდესაც საუბრობენ რაღაცა რეგიონალური ენების შემოღებაზე, პირიქით, ყველა ენას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ პირველ რიგში უნდა დავამკვიდროთ ის, რომ საქართველოში ქართული ენა საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს. მოვედით, რომ ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ და პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც თავი გაწირა და დიდი გმირობა გამოიჩინა საქართველოს ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის შესანარჩუნებლად. მოქალაქეების და პოლიტიკოსების გარდა დედაენის ძეგლთან დილიდან შეიკრიბნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. ისინი ამბობენ, რომ დედაენა ქართველებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მათ პირველ რიგში მშობლიურ ენას უნდა სცენ პატივი. ეს იგივეა სუნთქვის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ. აი ამ ჰაერის მიღების მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ. წყურვალმა რომ წყალი მიიღოს, შიერმა პური აი მის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ, აი იგივე არის დედაენის მნიშვნელობაზე საუბარი. ვაჟა ამბობს ერი დედაენის და როგორც დედამ თავისი შვილი ისეთი გააფთრებით დაიცვას ქართველებმა 14 აპრილს ენა და სწორედ ამიტომ არის ეს სამივე დროის წარსულის, აწყოსი და მომავლის თარიღი. ეს არის ახალგაზრდების თარიღი. მე შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინაღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, რომ ქართული ენა როგორც სახელმწიფო ენა გაუქმებულიყო. დედაენის ბაღიდან ჩვენი კორესპონდენტი პირდაპირ ეთერში გვანცა პაპავაძე გვერდებოდა. მადლობა გვანცა. ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს ეროვნულ ნიადაგზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მცირე ხნით წასვლა უცხოეთში. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მოწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგების ასბრძანა. პატრიარქმა ფინეთში მისი მოგზაურობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ იქ მრავალ ქართველს შეხვდა, მათ შორის 2-3 წლის წინ წასულ საქართველოდან, რომელთა შვილებმაც ქართული ენა არ იციან. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, უცხოეთში ბავშვების გაგზავნით მშობლების შვილებს ძიმე მდგომარეობაში აგდებენ, რადგან მათ საკუთარი კულტურისა და ისტორიის შესახებ ბევრი არაფერი იციან. საზღვარგარეთ კი ქართულ ენას კარგავენ. დღეს ჩვენ ვარდობთ უფალს,
როცა ჩვენ ბავშვებს ვაგზავნით უცხოეთში, როცა ბავშვი კარგავს ქართულ ენას, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვაგზავნით ჩვენ შვილს აი ამ ძიმე მდგომარეობაში ვაგდებ ჩვენ შვილს, იმიტომ რომ მას აღარ ეცოდინება თავისი ენა, თავისი კულტურა, თავისი ისტორია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დედაენის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დღეს 14 აპრილია ჩვენთვის ქართველებისთვის განსაკუთრებული დღე, დედაენის დღე. ყოველთვის ბევრი მტერი ყავდა ქართულ ენას, მაგრამ ვერასდროს შეძლო მასზე გამარჯვება. დღეს 35 წელი შესრულდა 1978 წლის 14 აპრილიდან, როდესაც ქართველი ახალგაზრდობა, სტუდენტები და მოსწავლეები წინაღობდნენ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გაეუქმებინა საქართველოში ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა. მათ საქმე და 1000 სიტყვით დაადასტურეს ქართულ ენას გულწრფელი ერთგულება, მშობლიური ენის დასაცავად საბჭოთა რეპრესიულ მანქანას დაუპირისპირდნენ და არ შეუშინდნენ რეალურ საფრთხეს განსაცდელს, რომელიც პროტესტის ასეთ ფორმას შეიძლებოდა მოყოლოდა. მათ პროცესს უფროსი თაობის არაერთი ღირსეული წარმომადგენელი შეუერთდა ახალგაზრდების ამ ნაბიჯმა და პრინციპულმა პოზიციამ, რომელიც მაშინ გმირობის ტოლფასი იყო, ნაყოფი გამოიღო, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი დაუბრუნდა. ეს იყო უნიკალური შემთხვევა საბჭოთა იმპერიის არსებობის განმავლობაში. ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია იმიტომაც, რომ სწორედ 14 აპრილმა მისა ბიძგი გასული საუკუნის 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას საქართველოში ნათქვამია განცხადებაში. ჯერ ქართული ასეთი სახელწოდების გამაფრთხილებელი აქცია პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართეს. მათ ვაკეში კომპანია სოკარის სარეკლამო ბილბორდზე ინგლისური წარწერა ქართული წარწერით გადაღებეს და კამპანიის დასახელება ქართულად დააწერეს. პარტიის თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია, რათა კომპანიებმა პატივისცენ ქართულ კანონმდებლობას და რეკლამების განთავსებისას პირველ რიგში ქართული ანბანით დაწერილი რეკლამა განათავსონ. პარტიის წევრები მსგავსი აქციელისკენ საზოგადოებასაც მოუწოდებენ. დღეს არის 14 აპრილი და კიდევ ერთხელ ჩვენ უნდა შევახსენოთ პირველ რიგში საქართველოს მთავრობას და თბილისის მერიას, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა არის ჯერ კიდევ ქართული ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით და არა ინგლისური. ამიტომაც წესით მთავრობა და მერია უნდა აკეთებდნენ იმას, რომ თბილისში განთავსებული უნდა იქნეს ყველა რეკლამა ქართულ ენაზე, ისევე როგორც ნებისმიერი ევროპული ქვეყანა თუ ევროპისკენ მივესწრაფით. ყველა რეკლამას განათავსებს თავის სახელმწიფო ენაზე. ჩვენ კი არ ჩავდივართ რაიმე ტიპის დარღვევას, არამედ დარღვევას ჩადის თავად იმ რეკლამის ავტორი, რომელიც ქართული ენით გამოხატული რეკლამის ვალდებულებას არ იცავს კანონით დადგენილი წესით. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ შეიძინათ 5 ლარიანი პულვერიზატორები საღებავებით და ყველგან სადაც კი მსგავსი, ასე ვთქვათ, სურათი დაგვხვდებათ, მიიღეთ გადამწყვეტი მოქმედება იმისთვის, რომ ვაიძულოთ სწორედ ამ შვიდობიანი გზით შეასრულონ კანონი. ილიას სახლ-მუზეუმში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დედაენის კვირეული გახსნა კვირეულის ფარგლებში მოზარდები კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში, კალიგრაფიისა და ხატვის კონკურსებში ჩაერთვებიან. ქართული ენის დღისადმი მიწყვილ ღონისძიებაში დღეს სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის აფხაზი ბავშვები მონაწილეობდნენ. კვირეულის დახურვა 18 აპრილს ბოლნისის რაიონის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლაში იგეგმება. ღონისძიების მიზანი მრავალ ეთნიკური მოსახლეობის მიერ ქართული ენის უკეთ შესწავლაა. ღონისძიებების ჩატარება მეტად მნიშვნელოვანია, ამიტომ რომ არაქართულენოვანმა ბავშვებმა პირველ რიგში სომხურენოვანი იქნება აზერბაიჯანულოვანი თუ აფხაზურენოვანი უნდა გაიგონ და შეეცვალონ ის, რომ ქართული ენა აუცილებელია მათი მომავალი წარმატებისათვის. და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ძალიან დიდი აქტიურობა არის სწორედ მათი მხრიდან ამ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. ქართული ენა არის ჩვენი ქვეყნის საგანძური, ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გადამრჩენი. ქართული ენა რო არ ყოფილიყო, ჩვენ ვერ გვექნებოდა ეგეთი ლამაზი ენა. და შენ როდის ისწავლი ქართული ენა? სოხუმში როცა ვიყავი, დედაჩემმა შემანარჩუნებინა ქართული ენა. დედაენის დღე აღინიშნა გორის რაიონის სოფელ ვარიანში. ამ დღესთან დაკავშირებით გორის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლება სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს. გორის გამგებლის პაპუნა კობერიძის განცხადებით, მომავალ წელს ამ დღის აღნიშვნა ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში უფრო მეტი მასშტაბურობით აღინიშნება. სრულად საქართველოს მეულოცო ქართული ენის
თქვენ მივულოცო ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, განსაკუთრებით მინდა მივულოცო სოფელ ვარიანის მკვიდრს, იმიტომ რომ ამ მადლიან მიწაზე იშვა დიდი ქართველი პედაგოგი, განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე იოკო გოგებაშვილი, ავტორი ფასდაუდებელი საგანძურისა უკვდავი დედაენისა. კიდევ ერთხელ მინდა ყველას ულოცავ. 1980-იან წლებში კიდევ ერთხელ დაემუქრა დედაენას საფრთხა. აღდგა სრულიად საქართველო, სტუდენტობა, მოსწავლე ახალგაზრდობა და ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოცხადდა. ეს იყო 1976 წლის 14 აპრილი. ამიტომაც 14 აპრილი დედაენის დღეა. ადგილობრივი მოსახლეობა ყოფილი ასათიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბაღის შენარჩუნების მოთხოვნით გამოდის. მოსახლეობის განცხადებით, ასათიანის ბაღის ტერიტორიის მფლობელი შპს ბიდი პროფერტი 2010 წელს გახდა და იქ მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა იგეგმება. ადგილობრივი მოსახლეობა ბაღის შენარჩუნებას ითხოვს და ხელმოწერებს აგროვებს. მეორე თემა პროკურატურა არსებობს. იგი უგულავა თბილისის ტერიტორიაზე ყიდდა და დღემდე ყიდის ბაღების, პარკების და სხვა გამწვავებული ტერიტორიების ფართობს სამშენებლოდ. აქ აშკარად კორუფციული ინტერესი იკვეთება, რაზე რეაგირებას უნდა დაეწყო ახალი ხელისუფლების მიერ ფორმირებულ პროკურატურას, რაც დღემდე არ მოხდარა. ამის ნათელი მაგალითია, რაც ხდება ფსიქიატრიული საავადმყოფოს ეზოსთან დაკავშირებით, როცა მოსახლეობა მიმართა თბილისის პროკურატურას და იქიდან პასუხად მიიღო არასრული და მე ვფიქრობ არაკომპეტენტური პასუხი, რომელიც უფრო მეტად მეტყველებს თავის არიდების თელობაზე. საქართველოზე ეს ერთი პარკი არის ასეთი კარგი გამწვანებით და დიდი ხეებით და რა ვიცი, ყველაფრით რა. ფილტრებია საქართველოს ეს რა ვთქვა რა. რატო უნდა მოვჭრათ და გავაფუჭოთ. ბერია, მამა შეგვიწყოს ხელი, როგორც შეუწყეს თქვა ზღვაზე ჩინელებს შეუწყეს ხელი 1 ჰექტარი მიყიდეს 10 ლარად და 8 თეთრად მიყიდეს 1 ჰექტარი, ხო? აი ეს ამას ქალაქი გადაიხდის და მოიყვანენ აქ ბავშვებს, იქნება დასვენების ცენტრი და ყველაფერი მშვენიერი პარკი იქნება ქალაქის ვიდრე ქალაქში არ არის ესეთი პარკი. გამწვანების აქცია ტაბახმელოში მთაწმინდის რაიონის გამგებელმა ნიკა მელიამ გამგეობის სხვა თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოფელ ტაბახმელის ტერიტორიაზე არსებულ ფერდობსა და კორპუსებს შორის მოწყობილ სკვერში 200 ძირის სხვადასხვა ჯიშის ხეების დარგვაში მიიღო მონაწილეობა. ითანი ცაცხლი ნეკერჩხალი ეს იმ ჯიშების ჩამონათვალია, რომელიც ამ ტერიტორიაზე არსებულ სიცარიელს შეავსებს. გამგებლის თქმით, გამწვანების აქცია მომავალშიც გაგრძელდება და სისტემატურ სახეს მიიღებს. თაწვდის რაიონში, როგორც მოგეხსენებათ, არც თუ ისე ცოტა პრობლემა არის გამწვანების თვალსაზრისით, როგორც თაწვდის რაიონში, ისე თაწვდის ფერდობებზე და დღევანდელი აქცია ღიების განაშენიანების პროცესი ზუსტად ემსახურება ამ პრობლემის ეტაპობრივად მოგვარებას და ძალიან სასიხარულოა, რომ ტაბახმელაში დღეს ამ განაშენიანების პროცესში ჩართულია როგორც ახალგაზრდა თაობა, ასე უფროსი თაობაც. ჩანშა რამ დროს იყო გახრიოკებული რა. ხო და ეხლა პარკიც გვაქვს, გამწვანებაც გვაქვს და ვეცდებით მოვუაროთ ყველაფერს. თავისუფალი დემოკრატების რუსთავის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დიდების ხეივანში გამწვანების აქცია მოაწყოს. მათ ხეივანში 350 სხვადასხვა ჯიშის ნერგი დარგეს. როგორც თავისუფალი დემოკრატების რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, ქალაქში ყველა რეკრეაციული ზოლი და ტყეპარკი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაყიდულია და ისინი ამ საქმის შესწავლას ითხოვენ. თავისუფალი დემოკრატები მოსახლეობას მოუწოდებენ მათთან ერთად მონაწილეობა მიიღონ გამწვანების აქციებში. ახალგაზრდების თქმით, მსგავსი სახის ღონისძიება სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ქალაქ რუსთავში ტოტალურად იყიდება რეკრეაციული ზონები, გაზონები, ბილიკები, ტროტუარები, სპორტული მოედნები, ნადგურდება რეკრეაციული ზონები, როგორიც არის ასეთი სკვერები. არის ანტისანიტარიის ბუდეთ გადაქცეული ეს ყველაფერი. აქ დიდების ხეივანში მოვაწყობთ გამწვანების აქციას. დაგვეხმარა გარემოს დაცვის სამინისტრო, მოგვაწოდეს ნერგები დაახლოებით 350 ძირი ნერგი და სხვადასხვა ჯიშის ნერგებია და განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც უკვე ამ დიდების ხეივანში არის გამოკლებული და რაღაც მიზეზების გამო მოჭრილი ხეები, იმას ვავსებთ ბოლომდე. დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციაში ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ ენდოკრინოლოგების სხვადასხვა ქვეყნებიდან. პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ნუცა აბაშიძე გვერდება. ნუცა, გისმენთ.
თბილისის საერთაშორისო ენდოკრინოლოგთა კონფერენცია მეორე დღეა მიმდინარეობს. აქ კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ 6 ქვეყნის წარმომადგენელი ენდოკრინოლოგები. ისინი ერთმანეთს ინფორმაციას აწვდიან თავიანთ ქვეყანაში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და მეთოდებზე ბავშვთა დიაბეტის მკურნალობასთან დაკავშირებით. კონფერენციის ორგანიზატორები არიან დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია, კომპანია Novo Nordisk და კომპანია LifeScan. Ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კონფერენცია იქნება ყოველწლიური ხასიათს მიიღებს და ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ უფრო მეტი ქვეყნების ენდოკრინოლოგები მიიღებენ მონაწილეობას. პრეზენტაციაზე ცენტრალური აზიის, რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების ექიმების ნაშრომებია წარმოდგენილი. მათ დიაბეტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საკითხებზე იმუშავეს. მნიშვნელოვანია ამ კვლევების პრაქტიკაში დანერგვა, რათა გავაუმჯობესოს დიაბეტის მკურნალობა. როგორც უკვე აღნიშნე, კონფერენცია მეორე დღეა მიმდინარეობს და დღეს დასრულდება. ამ წუთებში ექიმები პრეზენტაციებს ატარებენ და იმ პრობლემატიკაზე საუბრობენ, თუ რა პრობლემებიც ექმნებათ ამ თემასთან დაკავშირებით თავიანთ ქვეყნებში. კონფერენცია, მსგავსი სახის კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება და როგორც ორგანიზატორებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, მსგავსი კონფერენცია სისტემატურ სახეს მიიღებს და მომდევნო წლებშიც ჩატარდება. პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ნუცა აბაშიძე გვერდებოდა. მადლობა ნუცა. ნაცვალადების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ჩიტიშვილი წინასარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. ჩიტიშვილი დღეს ამ მომრჩეველს თემქაზე მშენებარე ეკლესიის ეზოში შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში ისეთი პრობლემების მოგვარებას პირდება, როგორებიც დასაქმება, სოციალური და დემოგრაფიული მდგომარეობა, კომუნალური პირობები და შიდა გზებია. დღესვე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების აქცია გაიმართა. ადგილობრივი პრობლემები არის რჩება ყოველთვის სოციალური გზები, კომუნალური გადასახდელები, რაც ყველა ოჯახს აწუხებს დღეს. მაგრამ ყველაზე დიდი პრიორიტეტი რაც არის ჩვენ ნაძალადის რაიონში, ეს არის დასაქმების პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ ქაღალდზე არ დავტოვოთ და გადავწყვიტოთ ნამდვილად. საზოგადოებრივი კავშირის დროა წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის მიერ აღლუმის გაუქმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ. მათი განცხადებით პრემიერის გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მას არ სურს აღლუმი მიხეილ სააკაშვილმა ჩაიბაროს. კავშირ დროას წევრები 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარებას ითხოვენ. თვლით, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს 26 მაისს სამხედრო აღლუმი, იმიტომ რომ ეს უკვე არის ტრადიცია, არის კარგი ტრადიცია. ვფიქრობ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც კი არის აღლუმზე ერთხელ მაინც ნამყოფი, მიესალმება იმ ფაქტს, რომ აღლუმი ჩატარდეს. ჩვენ აქციას ვმართავთ, რათა გავაპროტესტოთ პრემიერ-მინისტრის განცხადება აღლუმთან დაკავშირებით. რაც ჩვენი აზრით მოტივირებულია მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ რადგან პრეზიდენტი მთავარსარდალია დღეს ქვეყანაში, არ ჩაიბაროს აღლუმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში მყოფი 3 მოქალაქე ანატოლი კრახმალი, მიროლემ ფაიზიევი და ერიკ ფარაჯევი დააკავა. ანატოლი კრახმალს ბრალდებულობის ორგანიზება ედება, ხოლო მიროლემ ფაიზიევს და ერიკ ფარაჯევს უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდება. სამივე დაკავებული მოთავსებულია საქართველოს დროებითი დაკავების იზოლატორებში და მათ მიმართ მიმდინარეობს წინა საექსტრადიციო პროცედურები. აფხაზეთის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დღეს ხობში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა და ჩასახლებებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ყოლბაია დევნილებთან პირობას დებს, რომ მათ პრობლემებს უცხოელი დონორების დახმარებითა და ხობის ადგილობრივ მთავრობასთან მოლაპარაკების შემდეგ მოაგვარებს. დევნილებს სახნავი მიწის ფართებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ. ისინი მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ყოლბაიას კანდიდატურას უჭერენ მხარს. 71 ოჯახი არის საკითხები, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მათთან უნდა დაუჯდეთ და მე რო ველაპარაკე დევნილთა წარმოადგენლებს, ისინი მზად არიან ჩამოწერონ საკითხები, რომელიც მათ აწუხებს და არა მარტო მათ აწუხებს, დაგროვილია ამ რაიონში. ნადარეიშვილის შემდეგ ჩვენთან არავინ არ მოსულა. დადიოდა ნადარეიშვილი, მას მეუბნებოდი ჩვენი ტკივილების შესახებ, ჩვენი მდგომარეობის შესახებ, მის შემდეგ აი დღეს ნახეთ ჩვენ ვახტანგ ყოლბაია. მთელი დევნილებისათვის მისაღებია ვახტანგი ყოლბაია. იმიტომ რომ ჩვენი მდგომარეობა ამ კაცმა ძალიან კარგად იცის ყველაფერი, თავიდან ბოლომდე იცის დევნილების შესახებ და
მხარს უჭერთ ამ გასშვენ. გამოშვებას კულტურის ამბებით ვაგრძელებთ. მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. მონასტრის ეზოში დაკრძალულ მსახიობსა და მონაზონ სინაე და კვერინჩხილაძის საფლავზე სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს და საზოგადო მოღვაწეებმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ამ საბაბად მირანგულმა პატრიარქის საგალობლები შეასრულა, ასევე მათ იღუმენია ქეთევანის ლექსები წაიკითხეს. ღონისძიება როგორც ქართული ენის დღეს, ასევე ლაზარეს აღდგინების დღესაც ეძღვნებოდა. ყველაზე ულამაზესაც ქართულ ლექსს კითხულობდა ქალბატონის ზინა. ის იყო სულიერებით, ის იყო მთელი თავისი ხელოვნებით, მსახურებით მიზანი, ლექსისადმი, ენისადმი. ეს იყო სასწაული ადამიანი. ვინც ქართულ სიტყვას ფრთების შეასხა, ვინც ასე ლამაზად აჟღერა, იყო ქალბატონი ზინა კვერინჩხილაძე. და ჩვენ გადავწყვიტეთ დღეს მოვსულიყავით აქ, იმიტომ რომ ერთადერთი მსახიობი, ვინც ასაფლავია დედათა მონასტერში, ეს არის ქალბატონი ზინა. ალბათ გახსოვთ, მორჩილი იყო ამ ეკლესიის ქალბატონი ზინა და მის საფლავზე ვკითხულობთ ამ ეკლესიის წინამძღოლის, იღუმენია ქეთევანის ლექსებს. ელსაბამების სამაჯურები და საყურები გალერეა ვაჩეში თათო ავალიშვილის ნამუშევრები გამოფინეს. გამოფენა ხელოვანისთვის რიგით მე-7-ია. მისი პირველი გამოფენა 2005 წელს გაიმართა. მისი თქმით, იგი ყოველი გამოფენისთვის ნამუშევრების სტილს თვლის. დღეს გამოფენილი ნაკეთობები თათო ავალიშვილმა ბოლო 2 თვის განმავლობაში შექმნა. გალერეა ვაჩეში ხელნაკეთის სამკაულების გამოფენა გაყიდვა საღამოს 7 საათამდე გაგრძელდება. შარშა მქონდა 4 გამოფენა, შარშაცი მქონდა 1 გამოფენა. და ვცდილობ ყოველ წელიწად შევცვალო სამკაულების ფორმა, სტილი და ანუ არასდროს არ არის რომ რაც იყო ერთ გამოფენაზე, ის არის მეორე გამოფენაზე. თითოეული გამოფენისთვის ახალ სამკაულებს ამზადებ და აქსესუარებს. თაგვარში მეგობარი ყოველ წელს დავდივარ მის გამოფენებზე, არაჩვეულებრივი ნაკეთობებია, გემოვნებიანი. არის მე ყოველ წელს ვიძებ თითო ნამუშევარს. ეს იყო ახალი სამზე, ჩვენ ერთმანეთს ზუსტად 6 საათზე შევხვდებით დროებით.